დიდ ბრიტანეთში კი მასობრივი დემონსტრაცია ტარდება 30,000 ადამიანი მთავრობის რეფორმას აპროტესტებს, რომლის თანახმად უმაღლესი განათლების საფასური იზრდება. საპროტესტო მიტინგში სტუდენტები და მათი ლექტორები მონაწილეობენ. ლონდონის ქუჩებში საპროტესტო აქციაზე 30,000 ადამიანი გამოვიდა. სტუდენტები მთავრობის გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან. უმაღლეს სასწავლებლებს სახელმწიფო დაფინანსება შეუმცირდათ. სწავლის საფასური კი იზრდება. საპროტესტო აქციაში ლონდონის მოსახლეობასთან ერთად სხვა დიდი ქალაქებიდან ჩამოსული სტუდენტები და ლექტორებიც მონაწილეობდნენ. მე და ჩემმა ძმამ უნივერსიტეტში სწავლა ახლახან დავიწყეთ. დიდი თანხის გადახდა მოგვიწევს. 30 წლის წინ, როდესაც ჩემი მშობლები სწავლობდნენ, მათ განათლების მისაღებად ძალიან ცოტა გადაიხადეს. მთავრობის გადაწყვეტილება უსამართლოა. დემონსტრანტები ანტისამთავრობო ლოზუნგებსაც სკანდირებენ. მათ ლიბერალურ დემოკრატიულ პარტიას პარლამენტის დატოვების მოთხოვნით მიმართეს. არჩევნების დაწყებამდე ეს პარტია სტუდენტებს პირდებოდა, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ სწავლის საფასურის გაზრდას არ დაუშვებდა. ათასობით მომიტინგემ დიდი ბრიტანეთის პარლამენტთან ჩაიარა. ლიბერალურ დემოკრატიული პარტია ხელისუფლებაში სტუდენტების ხმებით მოვიდა. ახლა კი ჩვენ იგნორირებულები ვართ. ჩვენ აღარავის ვახსოვართ. ლიბერალმა დემოკრატებმა დაამტკიცეს, რომ ისეთივე პოლიტიკოსები არიან, როგორც ყველა დანარჩენი. ვაღიარებ, რომ საკითხი ძალზე რთულია. ვაღიარებთ იმასაც, რომ ის პოლიტიკა ვერ გავატარეთ, რომელსაც ხალხს ოპოზიციაში ყოფნისას ვპირდებოდით. დიდი ბრიტანეთის მთავრობა უმაღლესი სასწავლებლის დაფინანსების 40%-ით შემცირებას გეგმავს. პირველ რიგში რეფორმა ჰუმანიტარული სფეროსთვის განკუთვნილ სასწავლო გრანტს შეეხება.